მოგესალმებით. დღეს საკმაოდ საინტერესო სიღრმისეულ გარჩევას გთავაზობთ. ვეცდებით ჩაუღრმავდეთ ცხიმის კლების მეცნიერულ მხარეს. ოღონდ არა ზოგადად, არამედ ერთი კონკრეტული ცოტა უჩვეულო კუთხიდან. დიახ, საინტერესო კუთხიდან ნამდვილად. კერძოდ, რა როლს თამაშობს თქვენი ნერვული სისტემა ამ ერთი შეხედვით წმინდად ფიზიოლოგიურ პროცესში? ჩვენი მთავარი წყაროა ენდრუ ჰუბერმანის ცნობილი YouTube არხი Huberman Lab Essentials და კონკრეტულად ვიდეო სათაურით დაიკელით ცხიმი მეცნიერებაზე დაფუძნებული ინსტრუმენტებით. ხო, ჰუბერმანი ცნობილია თავისი დეტალური მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომებით. ჩვენი მიზანია ამ მასალიდან ამოვკრიფოთ ყველაზე პრაქტიკული, ქმედითი რჩევები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვათ იმ მექანიზმებს, რაც ხშირად ჩრდილში რჩება, ანუ კალორიების თვლის მიღმა. მაგალითად, ნეირონების პირდაპირი კავშირი ცხიმოვან ქსოვილთან. დიახ და მოდით თავიდანვე ვთქვათ ეს ფუნდამენტური რამ, კალორიების ბალანსი. ანუ მიღებული მინუს დახარჯული, ეს არის საფუძველი, ამას ვერ გავექცევით. რა თქმა უნდა. თუ ბევრს ჩამ და ცოტას მოძრაობ, წონაში მოიმატებ. მაგრამ სადაც ჰუბერმანი ნამდვილად საინტერესო პერსპექტივას გვთავაზობს, ეს არის დახარჯული კალორიების ნაწილი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ნერვული სისტემა პირდაპირ ზემოქმედებს იმაზე, თუ როგორ და რამდენად ეფექტურად ვხარჯავთ ენერგიას. განსაკუთრებით იმ ენერგიას, რაც ცხიმის სახით გვაქვს შენახული. და ეს გარკვეულწილად ცვლის წარმოდგენას თითქოს ეს მხოლოდ დიეტაზე და იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს ირბენ-სარბენ ბილიკზე. გასაგებია. კარგი, მაშინ ჩაუღრმავდეთ. ეს იდეა, რომ ნეირონები, ანუ ნერვული უჯრედები პირდაპირ ფიზიკურად უკავშირდებიან ცხიმოვან უჯრედებს, მართლა ცოტა გასაკვირია. კი, ნამდვილად. ჰუბერმანი ამბობს, რომ ჩვენი ნერვული სისტემა, ტვინი, ზურგის ტვინი, მთელი ეს ქსელი არის ამ პროცესის მთავარი, ესე ვთქვათ, დირიჟორი. მაგრამ მას რატომღაც საერთოდ არ ახსენებენ, როცა ცხიმის კლებაზე მიდის საუბარი. რატომ ხდება ასე? მართალია, ეს კავშირი ხშირად იგნორირებულია. შეიძლება იმიტომ, რომ უფრო ადვილია აქცენტი გააკეთო იმაზე, რასაც ხედავ, რა სჭამ და რამდენს ვარჯიშობ, მაგრამ მექანიზმი ასეთია, მოკლედ რომ ვთქვათ, იმისთვის რომ ცხიმი დავწვათ, ანუ ენერგიად გამოვიყენოთ, ორი მთავარი ნაბიჯია საჭირო. კი ბატონო. პირველი, ცხიმის მობილიზაცია, ანუ ლიპოლიზი. შენახული ცხიმი იშლება, ცხიმოვანი მჟავები სისხლში გადადის. მეორე ნაბიჯი არის ცხიმის ოქსიდაცია. ეს მობილიზებული მჟავები უკვე შედის უჯრედებში, ძირითადად მიტოქონდრიებში. ჩვენი ენერგეტიკული სადგურები. დიახ, ზუსტად. და იქ გარდაიქმნება ენერგიად, ATP-ად, რაც უჯრედის საწვავია. ახლა აქ შემოდის ნერვული სისტემა. ის ორივე პროცესზე ახდენს გავლენას. ძირითადად ნეიროტრანსმიტერ ადრენალინის, იგივე ეპინეფრინის საშუალებით. მაგრამ და ეს არის გადამყვეთი მომენტი, რასაც ჰუბერმანი სულ უსვამს ხაზს. რა არის? საუბარია არა იმდენად იმ ადრენალინზე, რომელიც სტრესის დროს თირკმელზე და ჯირკლებიდან გამოიყოფა და მთელ სისხლში ცირკულირებს, არამედ იმ ადრენალინზე, რომელიც გამოიყოფა ლოკალურად. ლოკალურად, ანუ ადგილზე. დიახ, უშუალოდ იმ ნერვული დაბოლოებებიდან, რომლებიც ფაქტობრივად ეხებიან ცხიმოვან უჯრედებს. ეს ლოკალური სიგნალია, განსაკუთრებით ძლიერი და ეფექტური, რომ ცხიმის მობილიზაცია და წვა დაიწყოს. გასაგებია. ანუ ნერვები პირდაპირ მიზანმიმართულად ეუბნებიან ცხიმოვან უჯრედებს. დროა იმუშაოთ. და აქ იწყება ყველაზე საინტერესო პრაქტიკული ნაწილი. როგორ შეგვიძლია ჩვენ ჩვეულებრივმა ადამიანებმა გავააქტიუროთ ეს ცხიმთან დაკავშირებული ნეირონები? როგორ უთხრათ, რომ მეტი ლოკალური ადრენალინი გამოყონ? ჰუბერმანი მოძრაობაზე საუბრობს, მაგრამ არა მხოლოდ ტრადიციულ ვარჯიშზე, ხო? დიახ. აქცენტი კეთდება იმაზეც, რასაც შეიძლება შეუმჩნეველი მოძრაობები დავარქვათ. რა არის ეს შეუმჩნეველი მოძრაობები? ერთ-ერთი ძალიან ძლიერი სტიმულია კანკალი. ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. მაგრამ მანამდე არის ის, რასაც ჰუბერმანი NEET-ს უწოდებს. NEET? კი, Non-Exercise Activity Thermogenesis.
ანუ ვარჯიშის გარეშე აქტივობით გამოწვეული თერმოგენეზი, სითბოს წარმოქმნა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ენერგია, რომელსაც ვხარჯობთ ყოველდღიურ არასავარჯიშო აქტივობებზე. მაგალითად, ფეხის თამაში, როცა ზიხარს, კამზე წრიალი, ადგომა და ჯდომა ხშირად, ოთახში ბოლტის ცემა საუბრისას, აი ასეთი წვრილმანები. უბერმანი იხსენებს კლასიკურ კვლევას როთველისა და სტოკის, რომელმაც აჩვენა, რომ ზოგი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტ კალორიებს იღებდა, წონაში არ იმატებდა. საინტერესოა რატომ? იმიტომ რომ ქვეცნობიერად ბევრს ფუსფუსებდა. აი ეს მუდმივი დაბალი ინტენსივობის მოძრაობები ააქტიურებს კუნთებს და შესაბამისად იმ ნერვებსაც, რომლებიც ლოკალურ ადრენალინს გამოყოფენ ცხიმოვან ქსოვილში. ამიტომ უბრალოდ მეტი მოძრაობა დღის განმავლობაში, თუნდაც მცირე დოზებით, რეალურად ზრდის ცხიმის წვას. ანუ დაფიქრდი, ხო? რამდენად აქტიური ხარ თუნდაც სამსახურში, მჯდომარე სამუშაოზე. იქნებ ღირდეს, რომ პერიოდულად ადგე, გაიარ, გაიმიარო, კიბე გამოიყენო ლიფტის ნაცვლად. ზუსტად, თუნდაც ეს წვრილმანები ჯამში დიდ ეფექტს იძლევა კალორიების ხარჯვის თვალსაზრისით. ეს მართლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნით, აი ეს ფუსფუსი, ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვიდრე ვთქვათ, ყოველდღე სპორტდარბაზში სიარული. მაგრამ ახლა კანკალზე გადავიდეთ. ეს უკვე ცოტა ნაკლებად კომფორტულად ჟღერს. ხო, კანკალი ნამდვილად არ არის სასიამოვნო შეგრძნება, მაგრამ მექანიზმი ძალიან საინტერესოა. რატომ არის ასეთი ძლიერი სიგნალი ცხიმისწვისთვის? იმიტომ რომ კანკალი, ეს კუნთების უნებლიერ სწრაფი შეკუმშვა მოდუნება, იწვევს სისხლში ერთი კონკრეტული მოლეკულის სუქცინატის გამოყოფას. ეს Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით არის ცნობილი. სუქცინატი? დიახ, სუქცინატი. ეს სუქცინატი შემდეგ მიემართება და პირდაპირ აქტიურებს ჩვენს ყავისფერ ცხიმოვან ქსოვილს. აქვე გავიხსენოთ, რომ გვაქვს ძირითადად სამი ტიპის ცხიმი: თეთრი, ჩვეულებრივი, ენერგიის შესანახი, ყავისფერი, რომელიც მიტოქონდრიებითა მდიდარი და მისი მთავარი ფუნქცია სითბოს გამომუშავებაა. ძირითადად კისერთან და ბეჭებთან გვაქვს, ხო? კი, ძირითადად მანდ. და არის კიდევ ბეჟი ცხიმი, რომელსაც შეუძლია ყავისფერივით მოქცევა. ხო და სუქცინატის ზემოქმედებით ეს ყავისფერი ცხიმი აქტიურდება, ზრდის თერმოგენეზს, ანუ ინტენსიურად წვავს კალორიებს სითბოს წარმოსაქმნელად და ამ კალორიებს იღებს მათ შორის თეთრი ცხიმიდან მობილიზებული ცხიმოვანი მჟავებიდანაც და ზოგადად მეტაბოლიზმს აჩქარებს. ანუ კანკალი პირდაპირ რევს ყავისფერ ცხიმს. მარტივად რომ თქვათ კი. სწორედ ამიტომ ხუბერმანი გვთავაზობს სიცივის გამოყენების ძალიან კონკრეტულ პროტოკოლს. და აქ მიზანი არაა, რომ სიცივეს შეეჩვიო და აღარ შეგცივდეს. არამდეთ? არავით პირიქით. მიზანია სწორედ კანკალის გამოწვევა. აი, პროტოკოლი. მოკლედ. უნდა იპოვო წყლის შხაპიან აბაზანა ისეთი ტემპერატურა, რომელიც შენში იწვევს კანკალს. ანუ საკმაოდ ცივი უნდა იყოს, უსიამოვნოთ, მაგრამ რა თქმა უნდა უსაფრთხოდ. ეს ინდივიდუალურია. მიზანია კვირაში 1-დან 5 ჯერ ამის გაკეთება. და თვითონ პროცედურა როგორია? პროცედურა ასეთია. დაახლოებით. 1. შედიხარ ამ ცივ წყალში და რჩები, სანამ კანკალს არ დაიწყებ. ეს შეიძლება დაახლოებით 1 წუთი იყოს. 2. გამოდიხარ წყლიდან, მაგრამ არ იმშრალებ. დგახარ ასე 1-დან 3 წუთამდე. ანუ სხეული აგრძელებს გაციებას ჰაერზე. დიახ. 3. ისევ შედიხარ წყალში 1-დან 3 წუთამდე, ისევ ვცდილობ, რომ მიაღწიო კანკალს. 4. და ამ ციკლს იმეორებ დაახლოებით 3 ჯერ. ამო სულ 3 შესვლა და 3 გამოსვლა გამოდის. გასაგებია და გაფრთხილებაც ახსენე. კი, აუცილებლად. უნდა დაიწყოთ ფრთხილად, მოერიდოთ უკიდურეს სიცივეს, ყინულიან წყალს და ასე შემდეგ. მთავარი აქცენტია კანკალის მიღწევა, რადგან ეს არის სუქცინატის გამოყოფის და ყავისფერი ცხიმის აქტივაციის სიგნალი. გასაგები, ანუ აქცენტი კანკალის ინიცირებაზეა და არა იმაზე, რომ გავხდეთ ყინულის ადამიანები. თუმცა უნდა ვაღიარო, კვირაში რამდენჯერმე ამის გაკეთება, ცოტა ისეთი ამბავი არა ვიცი, ნებისყოფას მოითხოვს. კი, ნამდვილად. ნეათთან შედარებით ეს ბევრად მეტ ძალისხმევას და დისკომფორტს უკავშირდება. რამდენად რეალისტურია ეს უმრავლესობისთვის? კარგი კითხვაა. ცხადია ნით, ანუ ეს ყოველდღიური ფუსფუსი გაცილებით მარტივია ცხოვრებაში ჩასანერგად, კანკალის პროტოკოლი უფრო. აი, მიზანმიმართული ინტენსიური სტიმულია შეიძლება ყველასთვის არ იყოს შესაფერისი ან მდგრადი გრძელვადიან პერსპექტივაში. ანუ ერთ-ერთი ინსტრუმენტია რა. ზუსტად.
ჰუბერმანი მას წარმოადგენს როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს ჩვენს არსენალში ცხიმის კლებასთან საბრძოლელად. ზოგისთვის შეიძლება ეს იყოს პერიოდული გადატვერთხვა მეტაბოლიზმისთვის, ზოგისთვის რეგულარული პრაქტიკა. თავარია გესმოდეთ, რატომ მუშაობს და აირჩიოთ ის, რაც თქვენთვის მისაღებია. ახლა კი მოდით გადავიდეთ უფრო სტრუქტურირებულ მოძრაობაზე ვარჯიშზე. კი ბატონო, ვარჯიში კლასიკური მიდგომაა. ჰუბერმანი აქ სამ ძირითად ტიპს გამოყოფს ინტენსივობის მიხედვით. მოდით მოკლედ განვსაზღვროთ, რომ სმენელისთვის გასაგები იყოს. კარგი აზრია. პირველი არის SIT, ანუ Sprint Interval Training. ეს არის ძალიან მაღალი ინტენსივობა, აი მაქსიმუმზე მეტი, რასაც თქვენი ორგანიზმი იტანს. 100%-ზე მეტი, VO2 max, ტექნიკურად. ხო, 8-30 წამიანი სპრინტები სრული დატვირთვით. მერე არის HIIT, High Intensity Interval Training. ესეც მაღალი ინტენსივობაა, მაგრამ ცოტა ნაკლები, 80-100% VO2 max და ინტერვალები უფრო გრძელია, 60-240 წამი. დიახ. და მესამეა MICT, Moderate Intensity Continuous Training. ეს არის ზომიერი ინტენსივობა, დაახლოებით 40-60% VO2 max, ანუ რასაც ხშირად ზონა 2 კარდიოს ეძახიან. უწყვეტი ვარჯიში 20-60 წუთი ან მეტი, როცა საუბარი შეგიძლიათ, მაგრამ სუნთქვათ ცოტა გიჭირთ. ზუსტად. და აი ეს კლასიფიკაცია გვეხმარება გავიგოთ, როგორ მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ვარჯიში ცხიმის წვაზე. განსაკუთრებით იმ პოპულარულ კითხვასთან დაკავშირებით. უზმოზე ვარჯიში ჯობია თუ ნაჭამზე? კი, ეს ბევრს აინტერესებს. როდის ჯობია ვარჯიში, თუ მიზანი ცხიმის დაწვა? მოკლედ ასეა, თუ აკეთებთ ხანმოკლე ცხრინო 20 წუთზე ნაკლები ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშის MICT, ანუ ზონა 2. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უზმოზე ხარ თუ ნაჭამი. ცხიმის წვის კუთხით ეფექტი დაახლოებით იგივეა. მაგრამ თუ აკეთებთ ხანგრძლივ 19 წუთზე მეტ ზომიერ ვარჯიშს MICT, აი აქ უკვე უზმოზე ყოფნა უპირატესობას გაძლევთ. დაახლოებით 19 წუთის შემდეგ ორგანიზმი იწყებს გაცილებით მეტი ცხიმის გამოყენებას ენერგიისთვის, რადგან გლიკოგენის მარაგი, ანუ შენახული ნახშირწყლები ილევა. გასაგებია.
ცხიმის წვის კუთხით ეფექტი დაახლოებით იგივეა. მაგრამ თუ აკეთებთ ხანგრძლივ 90 წუთზე მეტ ზომიერ ვარჯიშს, MICT, აი აქ უკვე უზმოზე ყოფნა უპირატესობას გაძლევთ. დაახლოებით 90 წუთის შემდეგ ორგანიზმი იწყებს გაცილებით მეტი ცხიმის გამოყენებას ენერგიისთვის, რადგან გლიკოგენის მარაგი, ანუ შენახული ნახშირწყლები ილევა. გასაგებია. და მაღალი ინტენსივობის დროს SIT, HIIT, ძალისმიერი, აი მან საინტერესოა. თუ მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობთ და თან უზმოზე ხართ, ორგანიზმი ცხიმის წვაზე უფრო ადრე გადაერთვება, ვიდრე 90 წუთი დასჭირდება. რატომ? იმიტომ რომ უზმოზე ინსულინის დონე დაბალია. ინსულინი გარდა იმისა, რომ შაქარს უჯრედებში ანაწილებს, ასევე აფერხებს ცხიმის მობილიზაციას. ანუ როცა ინსულინი დაბალია, ორგანიზმს ესე ვთქვათ, ნებადართული აქვს, უფრო ადვილად დაიწყოს ცხიმის მარაგის გამოყენება. ანუ გამოდის, რომ თუ ცხიმის დაწვა გინდა მაქსიმალურად, უზმოზე მაღალი ინტენსივობით ვარჯიში შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური იყოს. დიახ, სწორედ ამ ლოგიკაზე დაყრდნობით ჰუბერმანი გვთავაზობს ერთ-ერთ შესაძლო სტრატეგიას ცხიმის კლების ოპტიმიზაციისთვის. შეასრულეთ მაღალი ინტენსივობის ვარჯიში, მაგალითად, ძალისმიერი ან HIIT, ვთქვათ 20-60 წუთი და ამას დაუღონებლივ მიაყოლეთ დაბალი ან ზომიერი ინტენსივობის კარდიო, ზონა 2. ანუ კომბინაცია. კი, კომბინაცია. ეს განსაკუთრებით თუ უზმოზე კეთდება, ხელს უწყობს ჯერ ცხიმის მაქსიმალურ მობილიზაციას, ინტენსიური ნაწილით, რომელიც ზრდის ლოკალურ ადრენალინს და მერე მის ეფექტურ ოქსიდაციას, ანუ დაწვას დაბალი ინტენსივობის ნაწილით. გასაგებია. თუმცა, აქვე უნდა გავუსვათ ხაზი. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს ცხიმის კლების ოპტიმიზაციას. თუ თქვენი მთავარი მიზანი, ვთქვათ, სპორტული შედეგების პიკია, ან კუნდის მასის მაქსიმალური ზრდა, მაშინ კვების სტრატეგია შეიძლება სულ სხვა იყოს და ვარჯიშის წინ ნახშირწყლების მიღება აუცილებელიც კი აღმოჩნდეს. გასაგებია, მიზანი განსაზღვრავს მეთოდს. კარგი, გადავიდეთ სხვა ინსტრუმენტებზე. ჰუბერმანი აღნიშნავს, რომ ქცევით მიდგომებს ანიჭებს უპირატესობას, მოძრაობა, სიცივე, კვების რეჟიმი, მაგრამ ამბობს, რომ ზოგიერთ ნაერთსაც შეუძლია დახმარება. დავიწყოთ ყველაზე გავრცელებულით, კოფეინით. კი, კოფეინი. მისი მთავარი მექანიზმი ამ კონტექსტში არის ადრენალინის, ანუ ეპინეფრინის გამოყოფის ზრდა. მათ შორის იმ ლოკალური ადრენალინისაც, რომელიც პირდაპირ ცხიმოვან უჯრედებს ასტიმულირებს. და რა დოზაა ეფექტური? კვლევებით, ეფექტური დოზა, რომ ვარჯიშის დროს ცხიმის ოქსიდაცია გაიზარდოს, არის დაახლოებით 100-დან 400 მილიგრამამდე, ვარჯიშამდე 20-დან 40 წუთით ადრე. თუმცა, ჰუბერმანი ერთ საინტერესო გაფრთხილებასაც იძლევა. რას? რომ თანამედროვე ყავახანებში, განსაკუთრებით დიდ ჭიქებში, კოფეინის რაოდენობა შეიძლება ბევრად აღემატოდეს 400 მილიგრამსაც კი. ამიტომ ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ დოზირებასთან. გასაგებია. შემდეგი ნაერთია იერბა მატე. რით განსხვავდება მისი მოქმედება? ისიც ხომ შეიცავს კოფეინს? კი, შეიცავს, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ იერბა მატეს აქვს დამატებითი მექანიზმიც. ის ზრდის GLP-1-ის დონეს. GLP-1 ეს რა არის? გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1. ეს ჰორმონია, რომელიც თავის მხრივ ასტიმულირებს გლუკაგონის გზას. გლუკაგონი კი, მარტივად რომ თქვათ, ინსულინის საპირისპირო ჰორმონია. ის ხელს უწყობს ენერგიის, მათ შორის ცხიმის, მობილიზაციას და გამოყენებას. ანუ მატე ორმაგად მუშაობს, კოფეინით და ამ GLP-1-ით. გარკვეულწილად კი, ამიტომ მატეს დალევას განსაკუთრებით ვარჯიშამდე შეუძლია ცხიმის წვის გაძლიერება ამ დამატებითი გზითაც. ჰუბერმანი იმასაც აღნიშნავს, რომ მატეს დალევა დასვენების დროსაც ეხმარება მეტაბოლიზმს, რომ უფრო მეტად ცხიმის წვისკენ გადაერთოს. საინტერესოა. აქვე ის მოკლედ ეხება რეცეპტულ პრეპარატებსაც, როგორიცაა სემაგლუტიდი, მაგალითად ოზემპიკი, რომლებიც სწორედ GLP-1 გზაზე მოქმედებენ და წონის მნიშვნელოვან კლებას იწვევენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ხაზგასმით ამბობს, რომ ეს მედიკამენტებია და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება კონკრეტული მდგომარეობების სამკურნალოდ. გასაგებია, სხვა ნაერთებსაც ახსენებს. კი, მოკლედ ახსენებს ისეთებსაც, როგორიცაა ბერბერინი ან რეცეპტული მეტფორმინი, რომლებიც სისხლში გლუკოზის და შესაბამისად ინსულინის დონეს აქვეითებენ. ეს ირიბად უწყობს ხელს ცხიმის წვას, რადგან, როგორც ვთქვით, დაბალი ინსულინი ამ პროცესისთვის ხელსაყრელია. გასაგებია. და ბოლოს, რა თქმა უნდა, მივადე კი დიეტას.
ყველა ეს მეთოდი ნიად, კანკალი, ვარჯიში, კოფეინი, მატე, დამხმარე საშუალებებია, მაგრამ კვების გარეშე შედეგი ხომ არ იქნება? აბსოლუტურად. ჰუბერმანი აქ გარდნერის ლაბორატორიის კვლევებს იშველიებს. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ პრინციპში სხვადასხვა ტიპის დიეტა, დაბალცხიმიანი, მაღალცხიმიანი, კეტო, წყვეტილი შიმშილი, ყველა შეიძლება ეფექტური იყოს წონის კლებისთვის თუ ორი პირობა სრულდება. რომელი პირობები? პირველი მიღწევა კალორიული დეფიციტი და მეორე ადამიანი იცავს არჩეულ დიეტას, ანუ ინგლისურად adherence. ეს თითქოს ბანალურია, მაგრამ რას ნიშნავს პრაქტიკულად? ეს ნიშნავს იმას, რასაც ბევრი კვლევა ადასტურებს. არ არსებობს ერთი ჯადოსნური საუკეთესო დიეტა ყველასთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს არჩეული კვების სტილი დაიცვას ჯანსაღად და გრძელვადიან პერსპექტივაში. რა თქმა უნდა, კალორიული დეფიციტის ფარგლებში თუ ცხიმის კლებაა მიზანი. მაგრამ თუ ამას ისევ ინსულინის ჭრილში შევხედავთ, კი, თუ ინსულინს დაუბრუნდებით, მაშინ ინსულინის დაბალი დონის შენარჩუნება, რასაც ხშირად ნახშირწყლობის კონტროლით, მაგალითად, დაბალ ნახშირწყლოვანი ან კეტო დიეტებით აღწევენ, ქმნის ბიოქიმიურად ხელსაყრელ გარემოს ცხიმისწვისთვის. ჰუბერმანი თავის პირად მაგალითსაც ახსენებს, ხო? კი, ახსენებს, ოღონდ ხაზგასმით ამბობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მაგალითია და არა ზოგადი რეკომენდაცია ყველასთვის. ის ამბობს, რომ პირადად ურჩევნია დღის განმავლობაში დაბალი ან ნულოვანი ნახშირწყლობის მიღება სიფხიზლის შესანარჩუნებლად და შესაბამისად ინსულინის დაბალი დონისთვის, საღამოს კი ნახშირწყლობის მიღება ძილის ხელშეწყობად. მაგრამ კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს მისი პირადი არჩევანია მორგებული მის გრაფიკსა და მიზნებზე. ანუ თავარი გზავნილი მაინც ისაა, რომ თავარი გზავნილია იპოვეთ თქვენთვის მდგრადი ჯანსაღი კვების სტრატეგია, რომელიც შეესაბამება თქვენს მიზნებს, ცხოვრების წესსა და რომლის დაცვასაც შეძლებთ ხანგრძლივად. მადლობა ამ დეტალური გარჩევისთვის. მოდით შევეცადოთ ძირითადი პუნქტები კიდევ ერთხელ შევაჯამოთ მსმენელისთვის. პირველი და ალბათ ყველაზე გასაკვირი. თქვენი ნერვული სისტემა პირდაპირ აკონტროლებს ცხიმის წვას, აი იმ ლოკალური ადრენალინის გამოყოფით. დიახ, ეს ფუნდამენტურია. მეორე, არ დაგვავიწყდეს შეუმჩნეველი, ანუ ნიითის ძალა და ასევე კანკალის პოტენციალი თუ კი სპეციფიკურ პროტოკოლს გამოვიყენებთ. კი ბატონო. მესამე, ვარჯიშის ტიპის, ინტენსიურობის და დროის, განსაკუთრებით უზმოზე შესრულების სწორად შერჩევით შეგვიძლია ცხიმის წვის პროცესის ოპტიმიზაცია. მართალია. მეოთხე, გარკვეულ ნაერთებს, როგორიცაა კოფეინი ან იერბა მატე, შეუძლიათ ამ პროცესების გაძლიერება, თავიანთი მექანიზმებით ადრენალინზე ან GLP-1 ინსულინის გზებზე ზემოქმედებით. დიახ. საბოლოო ჯამში მთავარი იდეა ისაა, რომ თქვენ გაქვთ ბერკეტები, გაქვთ ინსტრუმენტები, რომ თქვენივე ნერვული სისტემის მეშვეობით აქტიურად შეუწყოთ ხელი ცხიმის კლებას. ეს არ არის მხოლოდ კალორიების თვლა. და ვსო. ზუსტად. და ბოლოს მინდა ერთი დამაფიქრებელი კითხვა დავსვა, რომელიც ამ წყაროდან გამომდინარეობს, მაგრამ ცოტა წინ იყურება. კი ბატონო, საინტერესო? თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა სპეციფიკურად, რა მიზანმიმართულად უკავშირდებიან ნეირონები ცხიმოვან უჯრედებს, რომ ლოკალური სიგნალები გაუგზავნონ, შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალში მეცნიერებამ აღმოაჩინოს კიდევ უფრო ზუსტი, კიდევ უფრო მიზანმიმართული გზები. იქნებ რაღაც სპეციფიკური მოძრაობებით ან ლოკალიზებული სტიმულებით, ვთქვათ, ტემპერატურულით ან თუნდაც ელექტრულით, რომ ხელი შეუწყოთ ცხიმის კლებას კონკრეტულ პრობლემურ უბნებშიც კი, იმ ზოგადი ეფექტების მიღმა, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ვაუ, ეს მართლაც საინტერესო პერსპექტივაა. დაფიქრდით ამაზე. როგორ შეიძლება ამ ცოდნამ ნერვული სისტემის როლზე შეცვალოს თქვენი პირადი მიდგომა არა მხოლოდ წონის მართვის, არამედ ზოგადად ჯანმრთელობის და საკუთარი ენერგიის კონტროლის მიმართ?